X-ით დავაჭიროთ. Აი ეს მწვანე და ლურჯი ასოებით დაწერილი ტექსტი არის კომენტარი, ეს არის მრავალსტრიქონიანი კომენტარი, ეს არის ერთსტრიქონიანი კომენტარი. შემდეგ speed-ი გვაქვს სიჩქარე მითითებული 5 და საშუალო სიჩქარე არის ამ კურსი. Links ცვლადი არის შექმნილი, რომელიც 25-ს უდრის თავიდან, შეიძლება შემდეგ იცვლებოდეს, არც გადავხედოთ, ახლა ვნახოთ. ესეც კომენტარი არის, რომელსაც პროგრამა არ კითხულობს, უბრალოდ ჩვენთვის არის, ეს და უბრალოდ აღწერილი არის ეს ფუნქცია თუ რას აკეთებს. აქ ფუნქცია არის შექმნილი სახელად draw hash mark-ი და მითითებული არის ფერი, color-ი და color choice. Color choice-ი აი აქ არის ცვლადი შექმნილი, რომელიც მომხმარებლის მიერ იღებს ფერს. შემდეგ pen size-ი არის მითითებული პარამეტრად აი ეს, ხოლო ეს პარამეტრი ცვლადის სახით აქ არის შექმნილი და რომელიც ასევე იღებს მომხმარებლის მიერ შეყვანილ რიცხვს. შემდეგ left მობრუნდება მარცხნივ, წინ წავა 25 პიქსელით, უკან დაბრუნდება, გააკეთებს აი ამ მოქმედებებს, ხო? ახლა გავუშვათ runs დავაჭიროთ და აი აქ გვეკითხება თუ რა ზომის გვინდა რომ ჩვენი კუს დახატული ხაზი რა ზომის იყოს, ხო? ესე იგი უნდა მივუთითოთ 1-დან 20-მდე. ამას გვეკითხება ზუსტად აი აქ. ნახეთ, ზუსტად აი აქ. თუ გვინდა რომ მომხმარებელმა რიცხვი შეიყვანოს, ანუ ჩვენი კითხვა, რომლის პასუხიც იქნება რიცხვი. მაგ შემთხვევაში უნდა დავწეროთ int input და აუცილებლად აქ უკვე მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს integer რიცხვი, ანუ მთელი რიცხვი უნდა შეიყვანოს, რაღაც ტექსტს ვერ შეიყვანოს. და აი აქ გვეუბნება რომ შეიყვანეთ რიცხვი 1-დან 20-მდე, ხო? ზუსტად ჩვენ რასაც შევიყვანთ, აი 5-იანს თუ შევიყვანთ და enter-ს დავაჭერთ, აი ეს 5-იანი შეინახა აი ამ ცვლადმა და აი ამ ზომით დახატავს ახლა იმ ფერის ხაზს თუ რა ფერსად შევიყვანთ. ესე იგი ჩვენ შეყვანილი რიცხვი 5-იანი შეინახა ამ ცვლადმა, ხოლო ახლა გვეკითხება ფერს და ფერს რომ შევიყვანთ, მაგალითად red-ი რომ შევიყვანოთ, აი ამ ფერს შეინახავს აი ეს color choice-ი, ანუ ეს ცვლადი და enter-ს დავაჭიროთ. აქ არა, აი აქ დავაწყაბნოთ, enter-ს დავაჭიროთ და აი აქ წითელი ფერის 5 პიქსელიანი ზომით დახატა და ფერი წითელი. ჩვენი ფერი შეინახა აი ამან, რომელიც 4-ჯერ მეორდება, ანუ 4-ჯერ გვეკითხება ფერს და შეგვიძლია სხვადასხვა ფერის გავაკეთოთ, ხოლო ზომას გვეკითხება ერთხელ, აი აქ დასაწყისში. აი აქ, კონკრეტულად აქ. აი აქ დავაწყაბლოთ და მივუთითოთ green და აქ უკვე მწვანეს გააკეთებს. აქ თუ მივუთითებთ blues, გააკეთებს blues და აქ მაგალითად yellow გააკეთებს ყვითელს. ესე იგი, თავიდან რომ გავუშვათ, აიღო კალამი, წავიდა უკან, ანუ ამ პოზიციაზე, შემდეგ დადო კალამი და აი აქ ცვლადში გვეკითხება რიცხვს თუ რას ზომის დახატოს ჩვენი ხაზები, ხო? აი მაგალითად მივუთითეთ 20. აი მაგალითად აქ დავაწყაბრეთ და მივუთითეთ 20 და enter-ს დავაჭირეთ. ახლა უკვე 4-ჯერ იმეორებს აი ამ კოდს for loop-ში. ესე იგი, წადი წინ length-ით, ანუ 25 პიქსელით, შემდეგ აირჩიე ფერი, ანუ შემეკითხე, ანუ user შეეკითხე ფერი თუ რა ფერით დავხატო. ამ შემთხვევაში აქ მოდით ახლა მივუთითეთ green, მივუთითოთ green-ი, enter და დახატავს უკვე სხვილს, იმიტომ რომ 20 გვაქვს მითითებული. და როგორ დახატა? აი ეს ფუნქცია გამოიძახა და ეს ფუნქცია ხატავს ზუსტად აი აქ ამ ხაზს. ესე იგი, ფერი აირჩია ის ფერი თუ რა ფერის მივუთითეთ ჩვენ აქ, ანუ color choice-ი პარამეტრად აქ ჩასვა. pen size-ი მივუთითა აი აქ პარამეტრად, რაც მივუთითეთ ჩვენ ეს 20 რომ მივუთითეთ. მერე მობრუნდა მარცხნივ, წინ წავიდა 25 პიქსელით, უკან წამოვიდა 50 პიქსელით, ისევ წინ წავიდა და მარჯვნივ მობრუნდა, ანუ საწყის პოზიციაზე აი აქ დარჩა და pen size-ი გაუტოლა ისევ 1-ს, იმიტომ რომ აი აქედან აქამდე ისევ წვრილი ხაზი დაეხატა, ხო?
ახლა აქ თუ მივუთითებ ბლუს გააკეთებს ლურჯ ხაზს, ისე ბლუ რომ მივუთითო, ისე ლურჯ ხაზს გააკეთებს, რედ რომ მივუთითო, წითელს გააკეთებს. კარგი, ეს გასაგები არის, next დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ